100 გამოკითხულიდან რამდენს დაურგავს ერთი ხე მაინც მთელი ცხოვრების მანძილზე? 30. 30. თქვენ დააფიქსიროთ. 30. თქვენ უფრო მაღალ ციფრს დაასახელებთ, უფრო დაბალს? უფრო მეც ჩემი აზრით. უფრო მეც დაურგავს თქვენი აზრი. თქვენი პასუხი აღმოჩნდა ზუსტი, მე ვატრიალებ თქვენს კარტებს. აბა ყურადღებით. თქვენ შეგიძლიათ პირველი კარტი თუ არ მოგეწონებათ, გამოცვალოთ. რა თქმა უნდა, არ გამოცვალოთ. მაღალი. მაღალი, რა თქმა უნდა, მაღალი. შეგიძლიათ მოეხმაროთ. დაბალი. დაბალი, რა თქმა უნდა, დაბალი, კი ბატონო. მაღალი. არის მაღალი. მაღალი. მაღალი, წიბულელები ნახიან მაღალიო. ერთი ნოლი თქვენ სასარგებლოდ. საჩუქარი მოაწყოთ გამარჯვებული. შემდეგი შეკითხვა 100 გამოკითხულიდან რამდენს აქვს ხობი თავისი? ხტოლთ მიპასუხოთ? 80-ში ხომ დააფიქსიროთ? თქვენ უფრო მაღალს თუ უფრო დაბალს? უფრო მაღალი. თქვენი პასუხი უფრო ზუსტია და ხსნით თქვენს კარტებს. ყურადღებით. დაბალი. რა თქმა უნდა, დაბალი. არის დაბალი. კიდევ დაბალი. კიდევ დაბალი. არის დაბალი. მაღალი. დაბალი. დაუჯერეთ ხო? აბა ყურადღებით ვატრიალებ თქვენს კარტს. დაბალი. დაბალი. დაბალი, რა თქმა უნდა, დაბალი. დაბალი, კი ბატონო, არის დაბალი. მაღალი. მაღალი, არის მაღალი. დაბალი. ორი ნოლი, ხოთ მეულოცოთ გამარჯვებულს და საჩუქარი დამარცხებულს. საჩუქარი მოაწყდეს დამარცხებულს. მოდი შემოეკა, ეს საჩუქარი თქვენ. იარქვით, მოდიან ჩვენთან. ეს ოქროს ძესვი თქვენ. დიდი მადლობა, ამით დასრულდა ჩვენი თამაშის პირველი ეტაპი. ჩვენ კვლავ სტუდიაში ვართ და ვაგრძელებთ თამაშს. გილოცავთ გამარჯვებას და მეორე ეტაპში მონაწილეობას. ეხლა თქვენ ხედავთ ჩემი კრუპიე ალაგებს კარტებს. თქვენ უნდა ამოიცნოთ მომდევნო კარტი მაღალია თუ დაბალი. და თუ თქვენ სწორად გამოიცნობთ 7-ვე კარტს, თქვენ მოიგებთ ავტომანქანას. აბა ჩემო დათო, მე ვხსნი ჩემს პირველ კარტს და შენ უნდა მიპასუხო მომდევნო კარტი მაღალია თუ დაბალი. გამოვცვალოთ, მომენტ. გამოვცვალოთ 7-იან დიდი ეტაპი. მომდევნო კარტი მაღალია თუ დაბალი? მაღალი. ძალიან საწყენია დათო. ვერ მოიგებ ავტომანქანას, მაგრამ მე შენ გეთამაშები ფულზე. ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ დიდარი კაცი ხარ, არც მე ვარ, მაინც და მაინც დიდარი. და მე შენ მოგცემ თამაშისთვის პირველად რომ აქედან სულ ხელცარიელი არ წახვიდე 25 ლარს მოგცემ.
შენ უნდა მითხრა მომდევნო კარტი რამდენი ლარით მაღალია ან დაბალი. 25 ლარით მაღალი. ესე იგი ფული ყვარებია მეუღლეს. რამხელას სტავკას გამოვიდა ხედავ. 25 ლარით მაღალი. რა თქმა უნდა მაღალი. თქვენ გაქვთ 50 ლარი, თქვენ გაქვთ 50 ლარი, რამდენი ლარით მაღალი თუ დაბალი? 25-ით მაღალი. 25-ით მაღალი. არის მაღალი. თქვენ გაქვთ 75 ლარი. მომდევნო კარტი რამდენი ლარით მაღალია ან დაბალი? 50 ლარით დაბალი. 50 დაბალი. არის 50 დაბალი. თქვენ ახლა გაქვთ 125 ლარი. მომდევნო კარტი რამდენი ლარით მაღალია ან დაბალი? 25 მაღალი. 25-ით მაღალი. არის მაღალი. თქვენ ახლა გაქვთ 150 ლარი. რამდენი ლარით? 25 ლარით მაღალი. მომდევნო კარტი რამდენი ლარით მაღალია ან დაბალი? 100 ლარით მაღალი. 100? ნახე, კი. გამეტარი ხო არ მოგდი? 50 ლარი. გაიწვიანი კაცი. მაღალი. გაიწვიანი. ჰა? 100 ლარით მაღალი. 100 ლარით მაღალი. 100 ლარით მაღალი. მომჯანი. საჩუქარი მოარი. საჩუქარი. ეს აი ეს თქვენ რესტორან ალაზანში მოპატიჟება თქვენ ორზე მაყრებზე არ არის. ესმის? აი მაყრებიანად უცახვა. ამ რესტორანში უცახვა მაყრებიანად 40% შეღავაც მოგცემენ. ეს თქვენ. ვარდი ჩემო დათო ეს შენი მოგებული ეს თქვენ ჩემო მაკა ზიტვის წიგნი აი ამ წიგნის მიხედვით აღზარდეს შენი შვილები და ეს